დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც მთავარ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გაახანგრძლიოს, ან პირიქით, საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, ჩვენ პრაქტიკულად საუბრობთ ადამიანის დღეგრძელობაზე და ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ყველა ის ფაქტორი, რომელიც მაგალითად კვებაში იყრის ხოლმე თავს, ეს ჩვენი ცხოვრების ფაქტორია. ჩვენი ცხოვრების ფაქტორი, ისევე როგორც არის ძილი, ფიზიკური აქტივობა, მაგალითად სტრესის მართვა და ასე შემდეგ. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რიტუალი, რომელიც ცდება კვებით ტრადიციას და ცდება უბრალოდ საკვები ნივთიერებების მიღების ცნებას, რადგან ამ რიტუალის ფარგლებში სოციალური კომუნიკაცია, ასწრეულები, ზოგჯერ 1000 წლეულების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიცია ცვლის ადამიანების ცხოვრების წესს. და ერთ-ერთი ასეთი რიტუალი გახლავთ ჩაის და ყავის მირთმევა. და როდესაც ჩვენ ჩაისა და ყავაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი, ის რომ თანამედროვე რეალობა ამ ორი პროდუქტის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია და მეორე, რომ ტრადიციების შესაბამისად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ამ პროდუქტების მიმართ განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რომლითაც დღეს ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვსარგებლობთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროდუქტის შესახებ ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორც ირკვევა, ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ. განსაკუთრებით საინტერესო არის საზოგადოების ფართოწრის დამოკიდებულება და მაგალითად, როდესაც ჩვენ ვცადეთ შევგემოწმებინა რა იცის ჩვენმა საზოგადოებამ ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ, რომელზედაც დღეს ჩვენ ვაპირებთ საუბარს, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი გამოკითხვის შედეგები. მაგალითად, სოციალურ ქსელში გამოკითხვამ აჩვენა ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიც გახლავთ თეთრი ჩაი და თეთრი ყავა. დიახ, არ შემეშალა მე ეს პროდუქტები, თეთრი ყავა და თეთრი ჩაი და დიაგრამაზე თქვენ ძალიან კარგად ხედავთ კითხვის დასმის შემდეგ სასარგებლოა თუ არა ეს პროდუქტები. გარკვეულმა ნაწილმა პრაქტიკულად თქვა, რომ ასეთი პროდუქტი არ არსებობს, დაახლოებით 10%-მა. თანაბრად გადანაწილდა ხმები იმ მომხმარებლებს შორის, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს პროდუქტები სასარგებლოა ან არასასარგებლოა. და როგორც მოსალოდნელი იყო, გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა ბრძანა, რომ არ იცის ამ პროდუქტის შესახებ. დიახ, თქვენ დიაგრამაზე ძალიან კარგად ხედავთ, რომ გამოკითხულთა ნახევარმა გულწრფელად თქვა, რომ არ იცის ამ პროდუქტის შესახებ. საერთოდ უნდა ვიცოდეთ თუ არა იმ პროდუქტების შესახებ, რომელსაც მივირთმევთ, ეს ვფიქრობ ჩვენს გადაცემაში არაერთხელ განხილული საკითხია. დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თუ არა საყურადღებო პროდუქტის ფერი, ყავის ფერია, მწვანე თუ თეთრი, ამას ჩვენ გადაცემაში გავარკვევთ, მოგვიანებით ჩვენ სტუმართან ერთად. როდესაც საუბრობთ კვებაზე და საკვები პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, ჩვენ მხოლოდ გვახარებს ასეთი მრავალფეროვნება, იმიტომ რომ ყოველი ფერის მიღმა არის დაშიფრული ესა თუ ის ნივთიერება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მაგრამ როდესაც საუბრობთ ჩაისა და ყავის მრავალფეროვნებაზე, აქ ჯიშებსა და სახეობაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ დღეს ჩვენ ფერზე ვსაუბრობთ და რატომ შეიძლება ფერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი და მინიშნება ამ პროდუქტის თვისებებზე. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მრავალი წლის განმავლობაში მეგობარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი ბატონი ირაკლი ჩხიგუშვილი. დილამშვიდობისა ბატონო ირაკლი. დილამშვიდობის. უნდა გულწრფელად თქვა, წლების მანძილზე რა თემაზე არ გვისაუბრია, დაწყებული ღვინოსა და ხორბლის მახასიათებლებზე, დამთავრებული მცენარეული ბოჭკოს სხვადასხვა სახეობაზე და თავად ჩაისა და ყავაზეც არაერთხელ გვისაუბრია.
ჩვენ გვექნება საშუალება ჩემი მიერ ნახსენებელ მცენარეულ ბოჭკოს აუცილებლად დაუბრუნდეთ ჩვენ შეხვედრებში, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის წევრი გახდით ამ მიმართულებით და მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩვენს გადაცემაში გვექნება საშუალება ვისაუბროთ საითმიდის მსოფლიო და საითმიდის ევროპა მცენარეულ ბოჭკოსთან ურთიერთობაში. ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება, რომ სწორედ ჩვენი გადაცემიდან მოისმინოს ეს ინფორმაცია. მაგრამ დღეს ჩვენ საუბრობთ ჩაისა და ყავის სხვადასხვა შეფერილობაზე, არა იმიტომ, როგორ გამოიყურება ეს პროდუქტები, არამედ რა შინაარსის მატარებელია. და გადავწყვიტეთ, გამოგვეკითხა ჩვენი მაყურებელი და პირველ რიგში ეს გავაკეთეთ სოციალურ მედიაში. და სოციალური ქსელით გამოკითხვის შედეგებმა აი ასეთი სურათი მოგცა ბატონო ირაკლი. როდესაც ვკითხეთ რა ვიცით ამ პროდუქტის, ანუ თეთრი ყავის შესახებ, სასარგებლოა, არა სასარგებლოა, ვიცით თუ არა მის შესახებ, აღმოჩნდა რომ ნახევარმა პრაქტიკულად არაფერი იცის ამ პროდუქტის შესახებ ბატონო ირაკლი, ხოლო თანაბრად გადანაწილდა ხმები სასარგებლოა, არა სასარგებლოა და გარკვეულმა ნაწილმა 10%-მა კერძოდ ბრძანა რომ ეს პროდუქტი არ არსებობს. არსებობს ბატონო ირაკლი თეთრი ყავა და თეთრი ჩაი და მოდით დავიწყოთ სწორედ აქედან. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, გილოცავთ ახალ სტუდიას. მადლობა ბატონო ირაკლი. და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. რაც შეეხება თეთრი ჩაი და ყავა, ან ყავა. იგი თეთრი ჩაი ნამდვილად ესეთ სახელწოდებით არის და ის განსხვავდება საერთოდ ჩაი ყველა ჩაის ახლა უნდა განვასხვაოთ, რომ ჩაის ახლა ეძახიან ყველა ნაყენს, ყველა მცენარიდან. სინამდვილეში კამელია სინენსის, ეს არის ლათინური სახელწოდება ჩაის მცენარის, რომელიც ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული არის ჩვენთან, ჩინური ეგრეთ წოდებული ჩაი. და არის შავი, მწვანე და თეთრი. ეს განსხვავება არის მხოლოდ ტექნოლოგიების მიხედვით. როგორაა დამუშავებული ჩაის ფოთოლი, ნედლი ჩაი და თვითონ ეს მასალა რისგანაც ვღებულობთ ჩაის, უნდა იყოს მაღალი დუყი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული სამფოთლიანი ბუტი, რომ მივიღოთ კარგი ჩაი ყველა სახეობის. ესე იგი, შავი ჩაი არის ყველაზე უფრო ღრმად დამუშავებული, ანუ ფერმენტაცია მიმდინარეობს იმ ნაერთების, რომლებსაც შეიცავს ფოთოლი. შემდეგ მოდის სხვადასხვა სახეობები, არის ყვითელი, წითელი, მწვანე, თეთრი. აი თეთრი პრაქტიკულად არ არის დამუშავებული, მას ვეძახით ჩვენ ფიქსაციას, აი ორთქლით ფიქსაცია, ან ცხელი ჰაერით სწრაფად ხდება იმ ფერმენტების, ესე იგი, ინაქტივაცია, დადრგუნვა, რომლებიც გარდაქმნიან აი იმ პროდუქტებს, რომლის შედეგადაც ჩვენ ვღებულობთ შავ ჩაის. და შავი ჩაისთვის დამახასიათებელი ფერი, გემო, არომატი სწორედ ამ პროდუქტების გარდაქმნის შედეგად მიღებული ნივთიერებებია. განსხვავდება ეს პროდუქტები თავისი ღირსებებით. რა კი ახლა ჩაიზე დავიწყეთ საუბარი, მაგალითად, შავი ჩაი, მწვანე ჩაი და თეთრი ჩაი რომ შევადაროთ ერთმანეთს. თქვენ მანამდე წითელი და ყვითელი ჩაიც ახსენეთ, რომელიც ჩვენს ჩამონათვალში არ იყო და მე ვფიქრობ, ჩვენი მაყურებელი ახლა რომ ისმენს დღევანდელ ჩვენ საუბარს, კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩება, იმიტომ რომ არათუ უბრალოდ თეთრი ჩაი აღმოაჩინა ამ ჩამონათვალში, არამედ გაარკვია რომ არსებობს წითელი ჩაიც და ყვითელი ჩაიც. შესაბამისად თვისებებზე თუ ვისაუბრებთ ბატონო ირაკლი. აგურის ჩაის ეძახიან, ბერკეტებით დამზადებულია, გრანულირებული და უამრავი სხვა ხსნადი ჩაიც არსებობს და ასე შემდეგ. და მახასიათებლების შორის რა განსხვავება? ესე იგი, თეთრ ჩაიში ყველაზე უფრო შენარჩუნებულია ინტაქტურ მცენარეში არსებული ნივთიერებები. ანუ რაც ბუნებრივად იყო მცენარეში. იმიტომ რომ ფერმენტები სწრაფად ინაქტივირდება და შენარჩუნებულია ისნაერთი, არ გარდაიქმნება ისნაერთი. და ამიტომ ბიოლოგიური თვალსაზრისით, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების თვალსაზრისით ყველაზე დიდარია. შემდეგ მწვანე ჩაი მოდის და შემდეგ ყვითელი, წითელი და შავი, ეგრეთ წოდებული შავი, რომელიც სინამდვილეში კარგი ჩაი, შავი, არის ოქროსფერი, აი მოწითალო ოქროსფერი, ესე ვთქვათ. ყველაზე საუკეთესო. ანუ არ უნდა იყოს მუქი შავი რეალურად, ხო? ხო, სხვა შორის ჩაის ფერიც მიხედვითაც მივხვდებით, გარდა არომატისა, მივხვდებით, რამდენად ხარისხიანია ეს ჩაი.
ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, ჩვენ გვაქვს საშუალება კიდევ ერთი გამოკითხვა შევაფასოთ. უბრალოდ მოვისმინოთ ეს გამოკითხვა და ვნახოთ, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა. რა იცით თეთრი ყავის ან ჩაის შესახებ? თეთრი ყავა, თეთრი ჩაი. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. არ გამიგია არასოდეს. სიმართლე გითხრათ არ გამიგია, არც ყავის და არც ჩაის შესახებ. ყავა ნამდვილად არ გამიგია. ჩაით დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ალბათ ბრიტანულია ეს რძით წარმომიდგენია, მაგრამ რა არის რეალურად არ ვიცი. არაფერი საერთოდ. თეთრი ჩაის შესახებ ვიცი და თეთრი ყავის შესახებ არ ვიცი. თეთრი ჩაი გამისინჯოს ძალიან გემრიელია. მაქსიმუმ ვიცი ჩაი რძით. ძალიან გემრიელია, ან ყავა რძით. არც მსმენია. თეთრი ყავის ან ჩაის შესახებ მხოლოდ გამიგია, რომ მალაიზიურია. ან შეიძლება იყოს ყავა რძით. როგორც ახლა დავწმუნდით, თქვენთან ერთად ვნახე მეც ბატონო ირაკლი და ძალიან საინტერესოა ის, რომ პრაქტიკულად დაემთხვა გამოკითხვის აი ეს ვერსია სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებს. უმრავლესობამ არ იცის, რომ არსებობს თეთრი პროდუქტები იმ ჩამონათვალიდან, რომელზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ. რატომღაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აქვთ მათზე ეგზოტიკური წარმოდგენა, ანუ როგორც ეგზოტიკური პროდუქტების შესახებ, რომ სადღაც შორეულ ქვეყნებშია, არადა თქვენ მიერ ნათქვამი უკვე ფრაზებიდან გამომდინარე, ჩვენთან დასავლეთ საქართველოში მოკრეფილი ჩაის დუყიდანაც თავისუფლად შეიძლება მივიღოთ პროდუქტი სახელად თეთრი ჩაი ან მწვანე ჩაი. იმ ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომელზედაც თეთრი და მწვანე ჩაის შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ბაზარზე ჩვენ ჩაის. რაც შეეხება შავ ჩაის. ანუ მახასიათებლებს გულისხმობთ იმდენად? მახასიათებლები ხარისხოვანი და კონკურენცია ფასი და ხარისხით. დიახ. ხოლო შავ ჩაი უფრო რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ჩtildeოეთითაა ჩვენი ჩაი და ვერ აგროვებს იმდენ ნაერთებს, რომელიც აუცილებელია შავი ჩაის ნაყენისთვის, მკვეთრი ნაყენისთვის. ანუ საერთაშორისო სტანდარტს გულისხმობთ თქვენ შავი ჩაის. ბაზრის კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე. ხოლო არომატით კი აი მაისის ჩაი, ჩვენი შავი ჩაი საკმაოდ კარგია. ეს ძალიან პრაქტიკული რეკომენდაცია, მე იმედი მაქვს, ვისაც აქვს ინტერესი ამ ტიპის წარმოების მიმართ, გაითვალისწინებს, იმიტომ რომ თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო მტკიცებულება გაუზიარეთ მათ, როდესაც ბრძანეთ, რომ დიახ, ქართულ მწვანე და თეთრ ჩაის შეუძლია საერთაშორისო კონკურენციას გაუძლოს, შავი ჩაი ჩამორჩება ამ თვალსაზრისით, თუმცა არის გარკვეული რესურსი, რომლის გათვალისწინებას ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ყავის თემას და ყავის ფერებს შევეხოთ. რა განსაზღვრავს ყავის ფერს და იგივე კანონზომიერებაა თუ არა ტექნოლოგიური ფერმენტაციის და ასე შემდეგ, როგორც თქვენ აღწერეთ ჩაის შემთხვევაში, ბატონო ირაკლი. ბატონო, მაგრამ ჩაის სარგებლიანობაზეც ალბათ დაუბრუნდებით, ხო? სარგებლიანობას. მოდით ფერი დავასრულოთ და კი ბატონო. ყავა სხვა შორის მოხალვის შედეგად მიღებული პროდუქტია. და მოხალვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მახასიათებელი, რაც გემოს ფერს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყავას, აი დილის ყავას თავისი არომატით. სწორედ მოხალვიდან გამომდინარე. მაგრამ მოხალვის დროს თერმული დამუშავება მოხალვა, შესაბამისად ის სასარგებლო ნაერთები ikარგება, რომლებიც უფრო არამდგრადია, ლაბილურია ტემპერატურის ზემოქმედების დროს. ამიტომ ჩვენ ლაბორატორიაში, ინსტიტუტში შევქმნით ეგრეთ წოდებული ახალი სახის პროდუქტი მწვანე ყავის სახით. თეთრი ყავა მე არ მსმენია, მართალი გითხრათ, შეიძლება არის ესეთი, მაგრამ რაღაც დონეზე დამუშავება ჭირდება მოხალვა ყავას, რომ მოხდეს მისი დაქუცმაცება და ამ შემდეგ. თუმცა ალბათ რაღაც თეორიაში სამეცნიერო თვალსაზრისით შეიძლება თქვა თხევადი აზოტით დამუშავდეს, იმ ყარი გახდება და მივიღოთ თეთრი ყავა. და მივიღოთ თეთრი ყავა. მაგრამ აი რაც შეეხება მწვანე ყავას, ახაც როგორც ჩაის შემთხვევაში შენარჩუნებულია ის ნაერთები სასარგებლო, რომლებიც მნიშვნელოვანია, არ გარდაიქმნება. და ჩვენ შემდეგ შევადარეთ მწვანე ყავა უკვე მოხალულ ყავის სხვადასხვა სახეობებს. ანუ ტრადიციულ ყავის ფერ მარცვლებს. დიახ.
და მაგალითად ანტიოქსიდანტური აქტივობის მიხედვით სამჯერ უფრო მაღალი იყო მწვანე ყავის ანტიოქსიდანტური აქტივობა ვიდრე შავის, მაგრამ ესეც აი გემო და სარგებლიანობის შეხამების თვალსაზრისით, თქვა ჩაიში ჩვენ რო დავამზადეთ, ბევრს არ მოწონს მწვანე ყავის გემო, ჩაის ან თუ გინდ ყავის, თავის სპეციფიკური ის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სმენიათ, რომ სასარგებლოა. დიახ. კუპაჟი როცა გავაკეთეთ ჩვენ, ესე იგი შავი ჩაიდან და შავი ყავიდან თქვა აიღო ის გემო, თორე სარგებლიანობა შეინარჩუნა იმ მწვანე ჩაის თუ ყავის. სხვადასხვა ეგ ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება, იმიტომ რომ თუ ღვინოსთან მიმართებაში კუპაჟირება არის ტრადიცია, როდესაც სხვადასხვა თვისების შეთავსებას და გამთლიანებას ცდილობენ ხოლმე ერთ პროდუქტში, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს ჩაის ან ყავის შემთხვევაში. როდესაც თქვენ წეღან აპირებდით თვისებებზე და მახასიათებლებზე, სარგებლიანობაზე საუბარს, აი ამ თემას უნდა დაუბრუნდეთ ახლა ორივეს შემთხვევაში და ჩაი და ყავა შევადაროთ ერთმანეთს, არა მარტო იზოლირებულად ჩაი და ყავა, არამედ ფერების მიხედვით ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ძალიან გასაგებად და მე ვფიქრობ ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელით ფერები ტექნოლოგიას დაუკავშირეთ და განმარტეთ, საიდან მოდის ეს პროდუქტები. მახასიათებლები და ღირსებები ამ პროდუქტების. ღირსებები ჩაიში დომინირებადი ფლავონოიდები არის კატეხინები. არის მინორული ფლავონოიდები, რომელსაც მე ვსწავლობდი თავის დროზე საკანდიდატოს დაცვის შემთხვევაში. ისინი ნაკლებია, მაგრამ მწვანე ჩაიში, სადაც ხდება დაჟანგვა, შავ ჩაიში, სადაც იჟანგება კატეხინები, აი უკვე მინორული ფლავონოიდების, იქ არის ფლავონები, ფლავონოლები, ასე შემდეგ, 10-მდე სხვადასხვა ჯგუფიან ნაერთების. მათი როლი უკვე ეგრეთ წოდებულ P ვიტამინურ აქტივობაში, ეს ეძახდნენ ამ ნაერთებს. ეს ნაერთები გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა და სიზარღვების ელასტიურობის შენარჩუნება. და რო შევადაროთ მწვანე და შავი ჩაი, დიახ. რა თქმა უნდა, მწვანე ჩაის უპირატესობა აქვს, ვინაიდან აი ეს კატეხინებს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. თქვენ გახსოვთ, ადრე იყო ასკორუტინი ესეთი. აი რუტინიც ფლავონოიდია, მაგრამ მასთან შედარებით 15-ჯერ უფრო ძლიერია კატეხინები ამ P ვიტამინური აქტივობით, ანუ ელასტიურობის შენარჩუნების სიზარღვების მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზის დროს. როცა ესე მტრევადი შეიძლება თანდათან გახდეს სიზარღვები და მათი ესე გამაგრება მნიშვნელოვანია. ამ მახასიათებლით იგივე ათეროსკლეროზის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით, სისხლძარღვების დაცვასთან დაკავშირებით, ანტიოქსიდანტი ნიშნავს ანთებისგან დაცვას, ანტიოქსიდანტი ნიშნავს უჯრედის დაბერებისგან დაცვას, თავისუფალი რადიკალებისაგან რა კი იცავს ორგანიზმს. თეთრი ჩაი ლიდერია, ბატონო ირაკლი, ამ იერარქიაში თუ მწვანე ჩაის უტოლდება. თქვენი შედარებიდან მწვანე ჩაი ბევრად უფრო მდიდარია ამ ნივთიერებებით. აი თეთრი ჩაის შემთხვევაში როგორ არის? თეთრი ჩაი თეორიაში, ესე იგი იდეაში უფრო მდიდარია, ვინაიდან საერთოდ არ ხდება გარდაქმნა. მაგრამ რაც შეეხება აი უშუალოდ ამის გამოცდას ექსპერიმენტულს, როგორ და რა შედარება ხდება, ესეთი კვლევები მეჯერ არ შემხვედრია. მაგრამ იდეაში უნდა იყოს უფრო უკეთესი. როდესაც ყავაზე ვსაუბრობთ, ყავას რა ღირსება აქვს ამ თვალსაზრისით? აი ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ კოფეინის შესახებ, მაგრამ კოფეინის გარდა უამრავი სხვანაერთია ყავაში, რომლის გამოც ჩვენ ღვიძლის კიბოსაწინააღმდეგოდ მის მოხმარებასთან დაკავშირებით გვაქვს კვლევები, ჩვენ გვაქვს უამრავი სხვადასხვა პრობლემა, როდესაც ყავის მოხმარება ძალიან პარკინსონის დაავადების დროსაც კი არსებობს კვლევები მის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. ამიტომ ყავაში რა არის ისეთი კოფეინის გარდა, რომელიც ქმნის მის ღირსებას, რომელი ნივთიერებაა? ფენილპროპანოიდებს ეძახიან ფენოლური მჟავებია, ფენოლკარბონული მჟავები. და მათ შორის დომინირებადი არის ყავაში ქლოროგენის მჟავი. იზოქლოროგენის მჟავა და სხვა მჟავები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად სასარგებლოა. აი მწვანე ყავაში იმიტოა უფრო მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომ ნარჩუნდება აი ეს ქლოროგენი მჟავა და სხვა მჟავები ფენოლკარბონული. და რა თქმა უნდა, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ანტიკანცეროგენული მოქმედება აქვს. სხვა შორის სარგებლიანობაზე არის გრადაცია გარკვეული, ესე იგი წამალი არ არის, მაგრამ კლინიკური კვლევების მიხედვით არის ესეთი გრადაცია, ვთქვათ, სავარაუდოდ სასარგებლოა, მაგრამ არ არის საკმარისი მონაცემები. სასარგებლოა, აქვს ესეთი აქტივობა, მაგრამ არ არის კლინიკურად დამტკიცებული. აი ესეთი გრადაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ გაერკვიოს, ესე იგი, ჩაი, ყავა, რა დაავადებების დროს, რა, ესე იგი, მოქმედება აქვს და რა სავარაუდო შედეგი შეიძლება და რა მოლოდინი უნდა გქონდეს და რა არგუმენტი გვაქვს მართლაც ცალსახად ყოველსათვის რეკომენდებულია თუ არა. აქ ჩვენ არ გავცემთ რეკომენდაციებს, მხოლოდ აღწერთ ამ პროდუქტებს და ვისარგებლებ შემთხვევით დაგისვამთ იმ კითხვას, რომელიც ძალიან აღელვებს საზოგადოების დიდ ნაწილს მთელ მსოფლიოში სხვათა შორის. ჩვენი საზოგადოება ამ ხრივ გამონაკლისი არ არის, იმიტომ რომ 21 საუკუნეში რიტუალად ქცეული ჩაის და ყავის მოხმარება, განსაკუთრებით ყავის მოხმარება, მიუხედავად იმისა, ყავის მწარმოებელია ეს ქვეყანა, არ არის მწარმოებელი, მოგეხსენებათ ამ სითხის მოხმარებას ყველა ქვეყანაში და დედამიწის ყველა ნაწილში აღმოვაჩენთ, თუმცა ხსნადი პროდუქტების გამოყენება თანამედროვე ადამიანისთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი საჩუქარი ცივილიზაციის. ხსნადი ყავა რა თვისებების მატარებელია. ახერხებს თუ არა შეინარჩუნოს ყველა ის მახასიათებელი, რაზედაც თქვენ საუბრობდით და არის თუ არა პირიქით მავნე და საზიანო, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც განუდგა ამ პროდუქტს, საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებს, ან ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც დღემდე სისტემატურად სწორედ ხსნად ყავას მოიხმარს, თulis რომ ეს არის საუკეთესო არჩევანი. რამდენად გასაზიარებელია მათი პოზიციები ამ შემთხვევაში სამეცნიერო მტკიცებულების შესაბამისად. თქვენ სწორი ბრძანეთ ტექნოლოგიური განვითარება ცივილიზებულ ქვეყნებში მიაღწია იმ დონეს, რომ ღებულობენ, ესე იგი, მშრალი ფხვნილი. ამისთვის არის სპეციალური დანადგარი, გამფრქვევი ეგრეთ წოდებული, შრობის გამფრქვევია, სხვადასხვა მეთოდებია სუბლიმაციური და შემდეგ. რატომ აქვს უპირატესობა? ესე იგი, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კონცენტრირებული სახით აი ის ნაერთები, რომლებიც არის ამ პროდუქტში. რა თქმა უნდა, ამ დროს ჩვენ ვკარგავთ არომატს, იმიტომ რომ შრობის და ორთქლების დროს არომატი იკარგება გარკვეულწილად. მაგრამ მათში შეიძლება კონცენტრირებულად მივიღოთ ის ნაერთები, რომლებიც ჭირდება. აი მე მაგალითად იცით თქვენ მაქვს, ესე იგი, ჩემი პრეპარატები 10-მდე. ძირითადად ისინი აი მშრალი სახით არის, მშრალი ფხვნილი, რომელიც შემდეგ ტაბლეტირდება და კაფსულირდება. რაც შეეხება ყავას, აქაც იგივეა, შეიძლება ჩვენ, ესე იგი, ხსნად ყავაში, იმ ხვნილში, რომელსაც დაასხამ წყალს და უცებ იხსნება, მივიღოთ მაღალი კონცენტრაცია კოფეინის, რაც შეიძლება არ იყოს სასურველი. მაგრამ სხვა ნაერთები ვინაიდან დაზარგულია, ვთქვათ, მოხალულ ყავაში. ამ შემთხვევაში მწვანე ყავაში შევინარჩუნებთ აი იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც წარმოქმნილია ქლოროგენის და სხვა ფენოლკარბონატების. მაგრამ შავ ყავაში ვეღარ. ნაკლებად. ანუ უხსნად ყავაში უპირატესობა ისაა, რომ შეიძლება ნაკლები კოფეინი იყვეს, მაგრამ ვინარჩუნებთ არომატს, გემოს, აი იმას, რაც რისით ფასობს ეს ხსნადი. ანუ ნალექიან ყავას გულისხმობ. ნალექიან თურქულს რო ეძახით ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი დღევანდელი სტუმრობისთვის. მე პირობა უკვე ჩამოგართვით, რომ სცენარიულ ბოჭკოზე ვისაუბრებთ იმ საერთაშორისო კომიტეტის მონაცემების შესაბამისად. დიახ, და მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბიოქიმიკოსი ბატონი ირაკლი ჩხიკვიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ კვების შესახებ, რეკომენდაციებზე, რასაკვირველია, მთავარს გახსენებთ ხოლმე. არ არსებობს უნივერსალური კვებითი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად წაადგება.
ისევე როგორც არ არსებობს ერთი უნივერსალური საკვები პროდუქტი, რომელიც ყველასათვის სასარგებლოა. ასევე სალანძღავად განწირული პროდუქტი, რომელიც ყველასათვის ერთნაირად საზიანოა, მეტნაკლებად აქ გვჭირდება წონასწორობის დაცვა და იმის გათვალისწინება, ვიზე ვსაუბრობთ, რა საჭიროება აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს, რა პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ კვების მეშვეობით. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რატომღაც ჩვენს გადაცემაში 2011 წლიდან არის თეფში. მანამდე იყო პირამიდები და 2011 წლიდან ჩვენ თეფშზე ვანაწილებთ დღიურ რაციონს იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში მნიშვნელოვანია იყოს ფერად-ფერადი, სულ ცოტა ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცისარტყელა თეფშზე. თეფში იტევდეს ყველა საკვებ ნივთიერებას, რომელიც ადამიანს სჭირდება და კვებას იტევდეს ისე, რომ საჭმელიც და სასმელიც ადამიანის ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით უზრუნველყოფდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში თეფშზე გადანაწილებულია ბოსტნეული და ხილი ნახევარი რაციონის შემადგენელი, ბოსტნეულის უპირატესობით, ხოლო მეორე ნახევარი რაციონისა მარცვლეულ ბურღულეული სილვან კომპონენტთან ერთად, მე დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებზე საუბარს ვაგრძელებ და ვაგრძელებ თხევად საკვებ ნივთიერებებზე საუბრას, უпростоრად თხევად მდგომარეობაში რომ ვიღებთ და ამ პროდუქტებს აქვს უზარმაზარი დატვირთვა თქვენ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას უკვე დარწმუნდით ამაში, მაგრამ როდესაც საუბრობთ პროდუქტებზე სახელად ჩაი და ყავა, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა და ჩვენ სწორედ ფერების კონტექსტში დღეს გავუსვით ამას ხაზი, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სულ ცოტა ორი ძალიან სერიოზული ფაქტი, რომელიც ადასტურებს მათ ისტორიულ მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნეში ჩატარდა, ეს არ ცვლის ამ ფაქტების ისტორიულ ღირებულებას და რატომ თქვენ თავად დარწმუნდებით. როდესაც ჩვენ საუბრობთ გენეტიკაზე, ჩვენ საუბრობთ ჩვენში დაჩიფრულ წინაპართა კოდს, რომელსაც ჩვენ თაობიდან თაობას ასევე გადავცემთ. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკასთან ერთად ეპიგენეტიკა. როდესაც ჩვენ კონკრეტულ გენებზე კი არ საუბრობთ, გენურ ფაქტორებზე კი არ საუბრობთ, რაღაც სხვა ფაქტორებზე, რომელსაც მართლაც შეუძლია იქონიოს გავლენა გენებზე და გენურ ინფორმაციაზე. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ აი ამ ჩამონათვალში თანამედროვე მეცნიერებმა შეიყვანეს მწვანე ჩაი. უკვე 10 წლეულებია მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევა მწვანე ჩაისთან დაკავშირებით, რომელსაც აღმოჩნდა, რომ სასიკეთოდ შეუძლია შეცვალოს ადამიანის გენური ინფორმაცია. როგორ, რა მექანიზმებით, მე ამაზე საუბრით დღეს თავს არ შეგაწყენთ. ეს არის ძალიან რთული სამეცნიერო საკითხები, მაგრამ გავითვალისწინოთ ალბათ ის, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რა მივიღეთ წინაპრებისგან, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს ინფორმაცია, ანუ რაც გადავცევთ ჩვენს შთამომავლებს. და ამაში ჩვენ შეიძლება ხელი შეგვიშალოს მაგალითად პროცესირებულმა პროდუქტებმა, არასასარგებლო ცხიმებით დატვირთულმა პროდუქტებმა და პირიქით ხელი შეგვიწყოს მწვანე ჩაი. შემდეგი სლაიდი, რომელიც გამოჩნდა ეკრანზე, ეს არის ძალიან სასიამოვნო, კომფორტული ატმოსფეროს ამსახველი ფოტო, ყავა და სხვადასხვა სახის ტკბილეული ნუგბარი, რომელიც ადამიანებს ძალიან მოსწონთ საგემოვნო თვალსაზრისით და ძალიან სიამოვნებთ პრაქტიკულად რიტუალური დატვირთვა აქვს. მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენ ალბათ წაიკითხეთ კიდეც ძალიან კარგად შესაძლოა დასამახსოვრებლად არის მოთხრობილი ჩემს წიგნში. როდესაც ცხიმებზე ვსაუბრობდი, როდესაც ცხიმებზე წერდი, მე ერთ მაგალითად ყავა მოვიშველიე და კერძოდ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა პირველად და მიუთითებდა იმას, რომ ადუღებული, გაუფილტრავი ყავა ცუდი ქოლესტეროლის დონეს მაღლა წევს. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ფრაზის მერე თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ არასასიამოვნო დამოკიდებულება ან საეჭვო დამოკიდებულება ყავის მიმართ, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ქოლესტეროლის დონე. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, მე როგორი განმარტებით გამოვიყენე ყავასთან მიმართებაში ზედსართავი სახელები, ანუ გაუფილტრავი, ადუღებული ყავა. მიაქციეთ ყურადღება მეცნიერთა გარკვეულ აზრს, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ იმ ტკბილეულს და ნუგბარს ყავასთან ერთად, რომ მივირთმევთ ხოლმე,
რომ ცუდი ქოლესტეროლის დონის მომატება სავარაუდოდ ამ პროდუქტებს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. ნალექიანი, ანუ გაუფილტრავი ყავა ამოვიღოთ ჩვენი რაციონიდან. უარყოთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც მე ახლა ვთქვი. მოდით კრიტიკულად შეაფასეთ ის, რაც მე ვთქვი. მე ვთქვი ადუღებული, გაუფილტრავი ყავა. ეს რას ნიშნავს? გავიხსენოთ, როგორ ამზადებენ ტრადიციულად ნალექიან ყავას. ნალექიანი ყავის მომზადებისას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გულდასმით, კარგად შერჩეული მარცვალი იფქვება და შემდეგ ამ დაფქვილ მასას ასხამენ წყალს. წყალთან ერთად შეურევენ ამ მასას და შემდეგ არა თუ ცეცხლზე, არამედ გახურებულ ზედაპირზე, მაგალითად გახურებულ სილაში, ქვიშაში, ისე როგორც მაგალითად თურქულ ყავას წარმოვიდგენთ მომზადების წესს, სწორედ ეს გახლავთ ნალექიანი ყავის უსაფრთხო ტექნოლოგია. და მიაქციეთ ყურადღება, როგორ ადუღებენ ამ ყავას, ძალიან ფრთხილად, ნელა მოძრაობით, არავითარ შემთხვევაში სულ სწრაფად და არავითარ შემთხვევაში ადუღებით, როგორც კი მიუახლოვდება ჩვენი მადუღარას შიგთავსი დუღილის ტემპერატურას, როგორც კი ქაფი დაიძრება და აპირებს, გრძნობთ უკვე რომ მასა აპირებს ადუღებას, აუცილებლად ოსტატი ამას მოაშორებს. ჩვენც კი ვიცით ეს, რომ უნდა ცეცხლს, უნდა გამთბარ ზედაპირს მოვაშოროთ ასეთი მასა, რომ არ ადუღდეს. ძნელად წარმოსადგენია, რაც მე ახლა ვთქვი, ბიოქიმიის ან კლინიკური ნუტრიციის ენაზე სცოდნოდა რომელიმე იმ კულტურის წარმომადგენელს, სადაც ამ წესით ადუღებენ ყავას. მაგრამ სწორედ ტრადიციების, ემპირიული ცოდნის და საგემოვნო შეგრძნებათა შეფასებით დადგინდა და ამ ადამიანებმა თაობიდან თაობას გადასცეს ეს საოცარი ტრადიცია, კი არ უნდა ადუღდეს. ადუღებას უნდა მიუახლოვდეს გაუფილტრავი ყავა და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება აღმოჩნდეს უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის. და ასეთ დროს ჩვენ არ გვექნება პრობლემა იმ კანონზომიერებასთან დაკავშირებით, რომელზედაც ახლა მე ვსაუბრობ. მოდით გავაგრძელებ საუბარს და გეტყვით ყავასთან დაკავშირებით წარმოდგენებზე, რომელიც უკავშირდება ასევე ჩაისაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები არის წყალდამკარგავი. ანუ შარდენი ეფექტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის გამოყოფა ამ პროდუქტების მიღების შემდეგ იზრდება. კალციუმთან დაკავშირებული საკითხებიც მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად ფიტინის მჟავა, რომელიც არის ჩაის შემადგენლობაში, ძალიან ხშირად ჩვენ გვაკარგინებს არა მარტო კალციუმს და საზოგადოებაში რატომღაც მხოლოდ კალციუმზეა საუბარი ხოლმე, არამედ რკინასაც. და შესაბამისად, თუ ჩვენ ხორცს პროდუქტებთან ახლოს მივირთმევთ ჩაის ან ყავას, ნაკლებია დანაკარგი, მაგრამ თუ რკინა მივიღეთ მაგალითად მცენარეული წყაროებიდან, როგორიც არის გამომშრალი ლობიო ან ისპანახი და მას დავაყოლებთ ყავას ან ჩაის, ჩათვალეთ, რომ რკინის მინიმალური რაოდენობა დაგვრჩება ორგანიზმში. ამიტომ რიტუალი, რომელიც ასევე ტრადიციად არის ქცეული 1000 წლეულების მანძილზე და ძალიან ბევრ ქვეყანაში მხოლოდ 100 წლეულების მანძილზე უკავშირდება დისტანცირებას ჩაისა და ყავის რიტუალისა კვების რიტუალისგან. სწორედ ეს ინტერვალი გვაძლევს საშუალებას ორგანიზმი დავიცვათ დანაკარგებისგან, ხოლო წყლით შევსება, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, წყურვილამდე არ მიყვავს თავი. როგორც წესი, წყურვილი ნიშნავს, რომ უკვე გვაკლია 1-2% ჩვენთვის აუცილებელი სითხის, შესაბამისად ვიღებთ სითხეს, წყალს შემავსებლად და სასიამოვნო კომბინაციაში, როდესაც ჩაის ან ყავას მივირთმევთ. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გამოცდილება, რომელიც სამეცნიერო მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული. როგორ უნდა გამოვიყენოთ პროდუქტები ჩაისა და ნაყენის სახით. ჩაის ნახარშისა და ნაყენის სახით. სხვათა შორის ყავის ნახარში და ნაყენით შესაძლებელია. ნახარში ნიშნავს, რომ მოვხარშეთ. ანუ ტემპერატურაზე ნარევი, რომელიც შევქმნით პროდუქტისგან და წყლისგან, ტემპერატურაზე დავაყოვნეთ გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ჩვენ ვამბობთ ნაყენი, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ პროდუქტს დავასხით ადუღებული წყალი და ასეთი პროდუქტი
ცეცხლზე კი არ მოვათავსეთ, უბრალოდ შევფუთეთ, დავაყოვნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ, ზოგჯერ ოთახის ტემპერატურამდე თერმული დარეგულირების შემდეგ გამოვიყენეთ. ერთი და იგივე არის მიდგომა მწვანე და შავი ჩაის შემთხვევაში? არა. მაგალითად, ჩვენ ძალიან თამამად მდუღარე წყალს ვასხამთ ხოლმე შავ ჩაის. მწვანე ჩაის შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა მაქსიმალური სიკეთე და სარგებელი მივიღოთ, ჩვენ უნდა გაცილებით დაბალი ტემპერატურის წყალი გამოვიყენოთ. ეს არის არა ადუღებული, არა დუღილამდე მიყვანილი წყალი, არამედ საშუალოდ 70-75 გრადუსის. ასეთ შემთხვევაში ინარჩუნებს მწვანე ჩაი ყველა იმ სიკეთეს, რომლის გამოყენებასაც ჩვენ ვცდილობთ და რომელზედაც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც ჩვენ გვიყვარს ლიმონიანი ჩაი, გვიყვარს თაფლი ჩაშვებული ჩაიში, მდუღარე ჩაიში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ძალიან საყურადღებო ფაქტი. ლიმონი ძალიან ბევრ სიკეთეს გვაძლევს, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც ფართო საზოგადოებამ იცის, ეს არის C ვიტამინი. C ვიტამინის ძალიან კარგი წყარო. მაგრამ C ვიტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე არამდგრადი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ მე პირდაპირ მზის სხივების ქვეშ დავტოვებ ლიმონს, ან ნებისმიერ ციტრუსს, ან C ვიტამინის შემცველ ნებისმიერ პროდუქტს, ასეთ შემთხვევაში მე დავკარგავ 20-30% C ვიტამინისა. თუ მე წარმოიდგინეთ გავჭრი, მაგალითად, ახლა არ გავჭრი პირდაპირ ეთერში, გავჭრი ლიმონს და დავტოვებ ოთახის ტემპერატურაზე, შეიძლება პრაქტიკულად ნახევარი რამდენიმე საათში დაიკარგოს. მაგრამ წარმოიდგინეთ ნაჭერი ლიმნის, რომელიც ჩაუშვით მდუღარე ჩაის ჭიქაში, ანუ ჭიქაში, რომელშიც არის მდუღარე ჩაი. აღმოჩნდა, რომ თერმული მდგრადობა C ვიტამინის არ არის მაღალი და C ვიტამინის გადარჩენა მინიმალური დოზით არის შესაძლებელი, მაშინ, როდესაც მდუღარე ჩაიში ვაგდებთ ლიმონის ნაჭერს. იგივე კანონზომიერება არის გასათვალისწინებელი, მაგალითად, თაფლის შემთხვევაში. თაფლს არ უყვარს დუღილი და როდესაც გოზინახზე ვისაუბრებთ, მე ამ თემას დავუბრუნდები. როდესაც ვამბობთ არ უყვარს დუღილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მდუღარე წყალში ჩაშვებული თაფლი ძალიან ბევრ ღირსებას კარგავს და პრაქტიკულად იწყება მისი კარამელიზაცია, როგორც ამას გავაკეთებდით შაქრის ფხვნილის შემთხვევაში. არადა თაფლიც ხომ დამატებული შაქარია და გამოდის, რომ ჩვენ ყველა იმ განსხვავებულ თვისებას უკარგავს, რომელიც მას განასხვავებს ჩვეულებრივი შაქრის ფხვნილისგან და უნებურად დაგვყავს მისი თვისებები შაქრის ფხვნილის თვისებებამდე, რაც არ იქნება გამართლებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ყავასა და ჩაიზე. ალკოჰოლის დამატება. და ალკოჰოლის დამატება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომბინაცია. შედეგების თვალსაზრისით ალკოჰოლი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება. მას აგმზნები ეფექტი ექნება, ისევე როგორც კოფეინ შემცველ პროდუქტებს აქვთ მასტიმულირებელი ეფექტი. მათი ზედდება საკმაოდ სახიფათო კომბინაცია გახლავთ და ეს კომბინაცია ყველაზე კარგად მეცნიერებამ შეისწავლა ენერგეტიკული სასმელების შემთხვევაში. ენერგეტიკული სასმელები აერთიანებს კოფეინს, რა თქმა უნდა, სხვა მატონიზირებელ საშუალებებთან ერთად და ენერგეტიკული საშუალებები, ენერგეტიკული სასმელები მაგარ ალკოჰოლურ სასმელთან კომბინაციაში პრაქტიკულად არის მგრგვინავი კომბინაცია, რომელიც ნებისმიერ ასაკში საყურადღებოა, განსაკუთრებით უყვართ ეს კომბინაცია ახალგაზრდებს და ამიტომ გამოვყავი ცალკე. და როდესაც ჩვენ საუბრობთ პროდუქტების ღირსებასა და ნაკლზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში, როგორ გამოვიყენოთ მათი სარგებელი და დავიცვათ ტექნოლოგიები იმისთვის, რომ არ დავკარგოთ სასარგებლო ნივთიერებები. რისკები, დიახ, ყველა პროდუქტ შეიძლება მოუძებნოთ ასეთი რისკები, მაგრამ თუ ჩვენ ვიცით ასეთი შესაძლო რისკების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს რისკები თავიდან ავიცილოთ და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ფერის ჩაი და ყავა გამოვიყენოთ ჩვენი ორგანიზმისთვის სასიკეთოდ. მე დღეს ამ სიტყვებით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.